ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა ზღვის დონიდან 2635 მეტრზე. ხიხანის ციხის რეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდა. მთიანი აჭარის ყველაზე მაღალ წერტილში სამუშაოები 2 წლის განმავლობაში ეტაპობრივად მიმდინარეობდა. ზღვის დონიდან 2635 მეტრ სიმაღლეზე მდებარე ხიხანის ციხის ეს სათვალთვალო კოშკები შუა საუკუნეებში ერთ-ერთ სტრატეგიულ ობიექტს წარმოადგენდა. ნაგებობას რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ ტურისტული დატვირთვა ექნება. სათვალთვალო კოშკების ჩამოშლის საფრთხის თავიდან აცილების მიზნით აღდგენითი სამუშაოები უკვე დაიწყო. ეს კედლები თლიანად აღდგენილი არის. თლიანად ეს სულ ჩაქცეული იყო, არ არსებული არის. მოვაწყეთ აი აქ მესამე სართულის რა ქვია იატაკი მოვაწყეთ და დაანჩენს ალბათ აი დაბლაც ნახავთ, იმიტომ რომ დაბლა დაიგო პირველი სართულის იატაკი და ამას გააჩნია კიდევ პადვალი. სარდაფი, რომელ სარდაფშიც კიდევ მოკრწყლული არის აი ქვის ფილაქანი. მთიანი აჭარის ერთ-ერთ ყველაზე მაღალ წერტილში არქეოლოგები, ისტორიკოსები, რესტავრატორები და არქიტექტორები 2 წელია სამუშაოებს ეტაპობრივად აწარმოებენ. ექსპედიციამ აღმოჩენის შემდეგ აფუსერის ძეთა სასახლე, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია და ქვევრები შეისწავლა. ციხის შესწავლა დაიწყო 2 ეტაპად. პირველი ეს იყო ციხის არქეოლოგიური შესწავლა, რომელიც გასული წლიდან დაიწყო კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ, მოხდა არქეოლოგიური გათხრების ჩატარება, რომელიც გაგრძელდა მიმდინარე წელს, ანუ 2 წელი უკვე სისტემურად ხდება ხიხანის ციხის არქეოლოგიური გათხრების წარმოება, შესაბამისად პარალელურ რეჟიმში კი დაიწყო კოშკის რეაბილიტაცია. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის 5 წლიანი პროექტის ფარგლებში ხიხანის ციხის არქეოლოგიური შესწავლა და არსებული ობიექტების აღდგენა რეაბილიტაცია სამთო ტურიზმის განვითარების და ვიზიტორთა დაინტერესების მიზნით ხორციელდება. მომავალი წლიდან კვლავ გაგრძელდება აღნიშნული მიზნობრივი პროგრამები, რომლის ფარგლებში უკვე ეტაპობრივად მოხდება ხიხანის ციხეზე სხვადასხვა სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოება, რაც უკვე შემდგომისათვის ხელს შეუწყობს ხიხანის ციხეზე სამთო ტურიზმის განვითარებას და მომავალი 2 წლის განმავლობაში უკვე ჩვენი გათვლებით ხიხანის ციხე იქნება ერთ-ერთი ტურისტებისათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და მიმზიდველი ადგილი. მე-13 საუკუნეში აგებული ციცაბო კლდეზე მდებარე მიუვალი ციხე-სიმაგრე ტურისტების განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს. ხიხანის ციხეს არა მარტო ქართველი, არამედ უცხოელი ვიზიტორებიც სტუმრობენ. წელს დაახლოებით იყო 800-მდე ტურისტი, მათ შორის უმრავლესობა იყო უკრაინა და ისა უცხოელი ამერიკელები იყვნენ, ერთადერთი უმრავლესობა იყო უკრაინელები წელს. ეს იქნება ხეობისთვის, ეკონომიკური თვალსაზრისით გაზრდა, ტურისტების მოზიდვისთვის, აქ იქნება კიდე ამ ხეობაში ძალიან მნიშვნელოვანია ხეზეკვეთა, ძერწვა და ეს ნიმუშები, რომელიც შეიძლება ტურიზმმა იყიდოს კიდეც. ხიხანის ციხის შესწავლისა და რეაბილიტაციის პროექტი მომავალი წლიდან გაგრძელდება.